გენდერული თანასწორობისა და LGBT ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია იდენტობა საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია იდენტობისა და 17 მაისის მსვლელობის მონაწილეების სახელით შევიდა. როგორც მოსარჩელეები განმარტავენ, სახელმწიფოს აქციის დარბევისა სამართალდამცველების უმოქმედობასა და მათი მხრიდან უმცირესობის წარმომადგენლებისა და იდენტობის აქტივისტების უფლებათა დარღვევასა და ძალოვანი უწყების რეაგირების არ ქონის გამო უჩივიან. საქმე სასამართლოში 14 იანვარში შევიდა. რა დრო დასჭირდება სარჩელის საფუძვლიანობის დადგენას უცნობია. დღეს საკითხს იუსტიციის სამინისტროს გამოეხმაურა. რამდენად საფუძვლიანია სარჩელი და დაარღვიეს თუ არა კანონის სამართალდამცველება, ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. მთავრესი და ჩემი ძალიან სუბიექტური მიზეზი. ის გამოც სარჩელი შევიტანე და ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, ეს არის საშინელი არაადამიანური მოპყრობა პოლიციის მიმართ, ჩემი მიმართ პირადად, ჩემი და ჩემი მეგობრის მიმართ. სახელმწიფომ მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეთა მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვნები. კანონოდ იყო დაკავებული რამოდენიმე მსვლელობის რამოდენიმე მონაწილე. მათ მიმართ პოლიციელი მუშაკების მხრიდან იყო არასათანადო მოპყრობა, უსვავდნენ იმ კითხვებს, რომელიც იყო შემლახავი მათი პატივისა და ღირსებისათვის. სწორედ ამ კონტექსტში დაერღვა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, რომელიც კრძალავს უკანონო დაკავებას. მთავრობას უფრო კონკრეტულად არ აქვს ინფორმაცია ამ საჩივრის შესახებ, ვინაიდან როცა ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი მიმართავს ევროპულ სასამართლოს საჩივრით, იქ ჯერ გადის შიდა პროცედურებს. ევროპული სასამართლო სწავლობს ამ საქმეს, რამდენად საფუძვლიანია, თუ საფუძვლოა, არ მიიღებს წარმოებაში, თუ საფუძვლიანია, აცნობებს სახელმწიფოს ამ საჩივრის შესახებ და იმართება სამართალდამცველობა საქმის გარემოებების შესწავლის მიზნით.